ბიძინა ივანიშვილსა და მის მარიონეტებთან ამერიკის შეერთებული შტატების არც ერთმა ხელისუფლებამ არ უნდა ითანამშრომლოს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელიც ქართული კოშმარის არაღიარების აქტში წერია. ორპარტიული დოკუმენტი კონგრესის საიტზე უკვე გამოქვეყნებულია. რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც მოუწოდებენ თეთრი სახლის ადმინისტრაციას, რომ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს, მათ შორის მაგნიცკის გლობალური აქტი და სანქცირების პროცესი გააგრძელოს. ქართული ოცნების არაღიარების აქტით საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია მოხსენიებული. შეერთებული შტატების პოლიტიკა არ აღიაროს ან ურთიერთობების ნორმალიზება არ მოახდინოს საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ან ნებისმიერი მარიონეტი უძღვება. ქართული ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის მიმდინარე დანაშაულების გამო გამოიყენოს ძალაუფლების სრული პაკეტი, მათ შორის რაც გათვალისწინებულია მაგნიცკის გლობალურ აქტსა და აღმასრულებელი ბრძანება 14.024-ში, რათა შეაკავოს საქართველოს მიერ ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანული რეჟიმის ან რუსეთის ფედერაციის ინტერესებში კორუფციული აქტივობა ან საგარეო გავლენის ოპერაციები. შეერთებულმა შტატებმა 2024 წლის 26 ოქტომბრის თაღლითურ არჩევნებამდე საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნდა აღიაროს საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად. ოლიგარქიული რეჟიმის არაღიარების პროცესი რომ გაგრძელდება, ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და ამ დოკუმენტის ავტორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო ვილსონი ანონსებს. მეტიც ის ოლიგარქიულ რეჟიმს პირდება, რომ მათ მიმართ სანქციები კიდევ დაწესდება. მიზეზი საქართველოში დიქტატურის დამყარების მცდელობა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. ბიძინა ივანიშვილმა და ქართული ოცნების ბანდიტებმა საქართველოს სპორტსა და მინერალური რესურსებზე წვდომა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიხყიდეს. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შეთავაზების მიუხედავად. ახლა ისინი თავიანთ დიქტატურას სულელურ რეკლამას უკეთებენ. 49 ოპოზიციონერი დეპუტატის გარიცხვითა და დემონსტრანტების სასტიკი დარბევით. დიდი ყურადღების მიუხედავად სანქციები მოდის. ბიძინა ივანიშვილი ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა 27 დეკემბერს დაასანქცირა. რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის. ოლიგარქმა 30 დეკემბრიდან დამატებითი სანქციების შიშით ქონების გადამალვა და საქართველოში გადმოტანა დაიწყო. ამისათვის მისი ოჯახის წევრებს, შვილს უტა ივანიშვილსა და მეუღლე ეკატერინა ხვედელიძეს საგანგებოდ ახალი კომპანიები დააფუძნებინა. ბიძინა ივანიშვილი როგორც ჩანს სანქციებს დიდი ბრიტანეთიდან ელოდება. ამიტომ გაერთიანებული სამეფოს კონტროლის ქვეშ მყოფი ოფშორებიდან აქტივების დიდი ნაწილი უკვე საქართველოში გადმოარეგისტრირა. თუმცა ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ოლიგარქს ესვლები ვერ დაიცავს და დამატებითი სანქციები ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთიდან იქნება. რადგან მას ცივილიზებული სამყარო ანტიდემოკრატიულ ქცევასა და რუსეთ, ირანსა და ჩინეთთან თანამშრომლობას არ აპატიებს. თუ იმას გონია, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არ აინტერესებს ის, რომ დე-ფაქტო პრემიერი ირანში დადიოდა და იმ ოთახში იჯდა, სადაც ყვებოდა სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს, ზღაპარია არ ხდება ეგრე. თუ იმას გონია, რომ ტრამპის ადმინისტრაციისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ის, რომ ყველაფერს აბარებენ ჩინეთს და სტრატეგიულ თანამშრომლობას გააფორმეს და შემდეგ არ არის ეგრე ხო და ამ ყველაფერთან გამომდინარე, მე ნაკლებად საუბრობ გონია, რომ ამათმა შეძლონ იმათთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება. შეუძლებელია რუსეთის მოკავშირეები დავაგდნენ ამერიკელ ნეოკონსერვატორებთან და ეს ტექსტი ასახავს არა მხოლოდ ტრამპის მიდგომას და ტრამპის ჯგუფის მაგას მიდგომას, არამედ მთელი ამერიკული პოლიტიკური ესტაბლიშმენტის დამოკიდებულება, როგორც იყო ისტორიულად ყოველთვის ასეთი ტიპის ადამიანებისადმი, როგორც ივანიშვილი და ასეთი ტიპის რეჟიმებისადმი. ქართული ოცნების მთელი ეს პროპაგანდა, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მათ ეშველებოდათ, რეალურად აღმოჩნდა კიდევ ერთი ტყუილი და ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოწოდება სხვა ქვეყნებისადმი, რომ არ აღიარონ ასევე საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება, იმიტომ რომ ის მიტაცებული აქვს კონკრეტულ ჯგუფს და არჩევნები არ იყო. არც თავისუფალი და არც სამართლიანი, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შემდგომი პოლიტიკის განსაზღვრისთვის. ოცნების ეგრეთ წოდებული მთავრობა გვატყუებდა, როდესაც გვიქმნიდა ტყუილ მოლოდინებს იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ შეიცვლებოდა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოს მისამართით. ისინი გვატყუებდნენ ასევე იმასაც, რომ შესაბამისი ინდივიდები, რომლებიც ძალადობენ ჩვენს მოქალაქეებზე, არ დასანქცირდებოდნენ. აქედან გამომდინარე, ეს სუსხავი ეფექტი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სულ უფრო და უფრო გაძლიერდება. ოლიგარქიული რეჟიმი მისივე ამომრჩეველს თვეების განმავლობაში არწმუნებდა, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, ანუ 20 იანვრიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები გამოსწორდებოდა. თუმცა დღეს 6 თებერვალს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყოფილა.
ამერიკელი დიპლომატების პროგნოზი, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ოლიგარქის რეჟიმმა ურთიერთობების გამოსწორება შეძლოს, პესიმისტურია. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი უდიდეს როლს თამაშობს ამერიკის საგარეო დახმარების ზომისა და მიმართულების დადგენაში. კონგრესის საკვანძო რესპუბლიკური წევრები საკმაოდ კრიტიკულები არიან საქართველოს მიმართ და მეტ სანქციებს უჭერენ მხარს. ქართული ოცნება სავარაუდოდ შეეცდება ტრამპის გულისმოგებას მისი რიტორიკის გამოყენებით და ვაშინგტონის ლობისტების დასაქმებით, მაგრამ ეს შესაძლოა ძალიან რთული ბრძოლა იყოს იმ ორმოების გათვალისწინებით, რომელიც ქართულმა ოცნებამ ამოითხარა. ქართული კოშმარის არაღიარების აქტში გარკვევით წერია, რა შემთხვევაში შეიძლება დაალაგდეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს მაშინ მოხდება, როდესაც ოლიგარქის რეჟიმი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას შეწყვეტს, რაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში უნდა გამოიხატოს.